მრავალჟამიერ ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე. ქართული ფოლკლორის შედევრი. სიმღერა შეასრულა ანსამბლმა მართვემ. დაიწყო გადაცემა სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც დღევანდელი გადაცემა არ დააინტერესებს. დღეს ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე გვექნება საუბარი. ჩვენ ქართველები ვართ მებრძოლი, შეუვალი, ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებული პატარა ერი. პატარა ერი, მაგრამ გიგანტური ძალით და გიგანტური გულით. ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულია თავისი სტუმართმოყვარეობით, მტკიცე ხასიათით, ბრძოლის უნარით, გამძლეობით, ერთგულებით და დიდი სიყვარულით. საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე. ქართველი ხალხი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ბევრ უცხო ქვეყანაში ვიმოგზაურე. არაერთ ადამიანს შევხვდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. უცხოელები შეყვარებულები არიან საქართველოზე, მის ისტორიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, სპორტზე, მუსიკაზე, ქორეოგრაფიაზე, მედიცინაზე და მეცნიერებაზე. არ მახსენდება დარგი, რომელშიც წარმატებული ქართველი არ ყვავდეს, რომლის ნიჭიერება დიდი ხანია გასცდა საზღვრებს. საქართველოს რომ დიდი როლი აქვს მსოფლიო ისტორიაში, ამის შესახებ ჩემი სტუმრები კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. დავიწყოთ გადაცემა პირველი სტუმარი ლელა რაზიკაშვილი. მოგბრძანდით ქალბატონო ლელა. მოგესალმებით, დიდი მადლობა, დაბრძანდით. ქალბატონი ქეთევან გოდერძიშვილი. ქალბატონო ქეთევან, გთხოვთ. დაბრძანდით, მოგესალმებით. გია კვაშილავა. მობრძანდით ბატონო გია. გამარჯობათ. ბატონი ზურაბ ცინცქილაძე ჩამობრძანდა ჩვენთან. ბატონო ზურა, მობრძანდით. დიდი მადლობა. დაბრძანდით. დიდი პატივია ამოდენა მეცნიერებთან ერთად. მეც შემოგიერთებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მივესალმები მაყურებელს. მინდა ხალხმა გაიგოს და რაღა დაგიმალოთ და მეც მინდა გავიგო. რა როლი აქვს საქართველოს სოფლიოში და საერთოდ როგორ მოვედით აქამდე. ქალბატონო ქეთევან, მოდი თქვენგან დავიწყოთ. ბევრი საინტერესო ნაშრომი გაქვთ ისტორიისა და რწმენის გამოძახილი ლექსებით. ქეთევან გოდერძიშვილი, გახლავართ ენათმეცნიერი, ონომასტიკოსი. მე დავეუფლე ჩემით მიზეზთა გამო საქართველოს ისტორიას, ბიბლიას, ბერძნულ მითოლოგიას და ამიტომ დღეს შევჩერდები საქართველოს ისტორიაზე. სწორედ ჩვენი ისტორიის, ჩვენი ფესვების მიხედვითაც უნდა გამსაზღვროთ ჩვენი ადგილი დღევანდელ მსოფლიო ასპარეზზე. განსაზღვროთ, ქალბატონო ქეთევან. ჩვენ თვითონ გამსაზღვროთ. სხვა არ უნდა გამგვისაზღვროს ადგილი. გეთანხმებით, ნამდვილად გეთანხმებით. აუცილებლად დაგიბრუნდებით. ბატონო ზურა, პირველი რაც უნდა გითხრათ, აი ძანდებით მსახიობი, მკვლევარი, მოდით მითხარით, ძალიან მაინტერესებს. არტისტი კაცი, უცბად, აი ამხელა მასალის, ამხელა თემის წინაშე დადეგით. საიდან დაიწყეთ? აი პირველი რა იყო? ხიხანიდან დავიწყე. დიდაჭარიდან, სიტყვის განმარტებიდან. ერთგან წავიკითხე გია მაჩუკაის წიგნი, სადაც წერია, რომ ტოპონიმიკა მიწის ენაა, საცა კაცობრიობის ისტორიაა დამარხული. 1000 წიგნს არ შეუძლია იმდენი ცოდნის მოცემა, რაც შესაძლებელია ერთმა ტოპონიმმა მოგცეს. ეს ადგილის სახელი შეიძლება იყოს საუკეთესო არტეფაქტი. აჭარას, საიდანაც მე გახლავარ, ჭარნი ამოვიკითხე და ვეკითხები ზუგდიდში ჭარას ნიშნავს მეთქი ჩემს ახლობელს, ნიკავას.
ჭარ წიგნს ნიშნავსო, წერასო, ბედსაცო. ჭარნი გავაგრძელე ფიქრი, ესე იგი მწიგნობარნი. ჩემს ეთნოს სახელი ქვია ასეთი. მწიგნობარნი. ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ აჭარაში, რასაც აჭარა ქვია, აჭარის წყლის ხეობაში, როა შეფენილი იქ სამი დიდი რაიონი, დღესაც გია ბატონო რო ნახო, როგორ სწავლობენ, როგორ წერენ და სწავლა განათლებას და წერა კითხვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იქ. კიდევ თქვა მეტი? კი. აუცილებლად. დიდა ჭარა ქვია იქ მხარეს. დიდა ხო დედაა. დედა ხო მხოლოდ მშობელს არ ნიშნავს, ამის შესახებ ვილაპარაკია. დედა ხო მთავარსაც ნიშნავს. თავარი, დედამიწა, დედაბოძი, დედა აზრი. თავარი წიგნი, დიდა ჭარა, დედა წიგნი. კიდე მეცაც გეტყვი, რომ ანდრია პირველწოდებული სწორედ ამ დიდი წიგნის გასაცნობად მობრძანდა აჭარაში. და წოდნა, რასაც ქვია, იმან ნათელი მოიტანა, სარწმუნოების საძირკველი თესლი მოიტანა ჩვენთან, მაგრამ წოდნის მისაღებად ჩამობრძანდა ანდრია ჭარნთან, ჩემს წინაპართან. სოფელში ვსწავლობდი, რომელსაც ქვია ორთა ბათუმი. გია და მე მოწმება, რომ ორთა თავარ ღვთაებას ნიშნავს უძველეს კოლხურად. გესმით? ორთა არის ღვთაების სახელი. და მდინარეს ყოროლის წყალი ქვია დღეს. ყოროლის წყალი რა შეიძლება იყოს და სწორედ მიდასტურებენ, რომ ეს ოროფას წყალიაო, ოროფის წყალი, სიყვარულის წყალი ადამიანო. ორთა ბათუმი ღვთაების სახელი ქვია და ჩამოედინება მდინარე სუფთა დალევაც რო შეიძლება და ქვია სიყვარულის წყალი. და დღესაც კი ამ წყალში განბანვა და მისი დალევა პეშვით იწვევს დიდ აღწევასა და სიყვარულს. ეს წყალი მოედინება მთიდან, რომელსაც დღეს ტირალას ეძახიან, რატომღაც ტირისო იქ მუდამ ღრუბელიაო და სინამდვილეში გია ბატონო ყოფილა ტერალა. ტერი არის ტერის ფუძე, საშიში. საშიში მთა. გესმის და საშიში რატო გავიკითხე, გამოვიკითხე, მან თუ დაიკარგეო, ვეღარ გამოხვალ, ძალიან საშიშიაო. საშიშიაო და მიდასტურეს. ესე იგი მას ქვია ტერალა. თუ იმას ტერალა ქვია, მე დავიწყე ფიქრი ვეფხისტყაოსს ვსწავლობდი, ჯდა მტირალი წყლისაპირსა კი არა, ხო შეიძლება რომ ხელნაწერში ეწეროს, ჯდა ტერალი წყლისაპირსა, საშიში კაცი იჯდა. საშიში ნიშნავს კიდე აღბატებულსაც, ღმერთსაც საშიში ქვია ხანდახან. ხედავ სადავბანაობ. ეს ოროფას წყალში რო ვარ ნაბანაები იმის ბრალია. თქვენ რა სიტყვით? უბრალოდ მე ხლა გავიხსენებ უბრალოდ ძალიან მარტივ წინადადებას დეკასტელისა. ქართველებმა განანათლეს თელი სოფლიო და წარმოშოს ბერძნულის სიბრძნე. ეს ხო არ არის ქართველი კაცის ნათქვამი. ეს არის უდიდესი წარმომადგენელი ვატიკანისა, იმიტომ რომ მე მქონდა საშუალება ვატიკანის არქივებში ბევრი მასალას გავცნობოდი საქართველოსთან დაკავშირებით. დღეს აქ მე მოვედი სწორედ გამაგრებული იმ დაწერილი ტექსტით. არც ერთ სიტყვას არ ვამბობ არც ზედმეტს და არც ნაკლებს. ამიტომ საქართველოს როლი ამ წინადადებიდან უკვე ჩანს რამხელა არის. და ამით კი არ უნდა ვიტრაბახოთ, არამედ პასუხებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ისტორიას და სათანადო რომ წავდგებით სწორად სოფლიოს წინაშე, მეცნიერების წინაშე თუ საზოგადოების წინაშე, სწორად უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ქალბატონო ლელა, არაერთხელ ყოფილხართ ჩემი გადაცემის სტუმარი. თქვენ რა სიტყვით? ის კითხვა, რომელიც ახლა თქვენ წამოჭერით, რას ვაძლევთ ჩვენ კაცობრიობას, რა მისცა საქართველოს კაცობრიობას, რაღაცა ფიქრნი მტკვრის პირას ესეთი ამოუწურავი თემაა და არ მეგულება, წიგნიერი, უწიგნური. აი, ყველანაირი ადამიანი, რომელსაც ამაზე არ უფიქრია, უბრალოდ ადამიანი ალბათ არ დაბადებულა, ამაზე არ უფიქრია. რა ვართ ჩვენ და რას ვაძლევთ კაცობრიობას? სხვადასხვის ვაჟა-ფშაველას ყველაზე დიდი სიდიადე ის არის, რომ ასე დავიწყოთ მარტივად. საქართველოს კი არა, აი მაგალითად ღმერთმა ჩემი თავი აჩუქა კაცობრიობას, ხო? სამყარო ჩემი თავი აჩუქა. პატარა ქუჩიდან, პატარა, აი უფალიც ხომ მაგას ამბობს, არ არის თმაც კი არ არის ჩვენს თავზე დაუთვლელი და შიტიც კი არ არის უფლის ყურადღების, ხო? დაუთვლელი დედამიწის ზუგზე, პატარა ქუჩით, პატარა ია, პატარა ბალახიც კი იმხელა.
რომ ის სამყაროს ნაწილია და სიცოცხლე არ არის ერთი დანაწევრებული ადამიანში, ერში, ხეში, ცხოველში. იცით როგორ ხედავს ვაჟა და ალბათ ბევრი ადამიანი და რატომაც უყვართ ალბათ და რატომაც ყველას გულთან მივიდა და რატომ მოვედით ჩვენ, ან რატო ვართ ესე გადაბიბინებული მრავალფეროვანია სამყარო, ეს პასუხი რატომ დაინახეს ვაჟაში? ალბათ იმიტომ რომ მე ვფიქრობ ვაჟა ამბობს ასე რომ დანაწევრებული კი არა, სიცოცხლე ერთიანი დიდი ნათელი სივრცეა. და ამ ერთ ნათელ სივრცეში სიცოცხლე ყველა ავსებს ერთმანეთს და ერთი პატარაც კი აი ნუკრი კი არა, პატარა ბალახიც რო გამოვაკლდეს, ის დიდი სიცოცხლის სხეული ზიანდება. ვაჟებშეულო მგვითხრა რომ დიახ, სამყაროს ღმერთმა ჩემი სახით, მე ადამიანი ვარ, დაუშვათ ბალახი ვარ, ია ვარ, გამხმარი ვარ და მე აი ფესვი ვარ, ჩემი სახით. მისცა ძალიან დიდი სიმდიდრე და მე ამით უნდა ვიამაყო. რაც შეეხება ისეთ დონეზე რა მიცა საქართველოს, ამაზეც ძალიან ხშირად უფიქრია ყველას და ამის ფორმულა მე თუ მკითხავთ, ფორმულა დაწერა ვაჟებშეულო. სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ სხვა ქვეყანაშიც დაუწერიათ, სხვა მწერლებსაც ქონიათ შეხება ამაზე, პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი არის ის თემა, ის ტექსტია, ალბათ ბავშვს შეიძლება პატარამ ვერ გაიგოს ძალიან, მაგრამ ძალიან ხშირად უნდა მარტივი სიტყვებით აუხსნათ და მთელი ცხოვრების მანძილზე იკითხოთ და რას ამბობს ახლა ძალიან მარტივად გვიყვება იმას რომ თუ ადამიანი ცდილობს რომ თავის ქვეყანა აამაღლოს გონებრივ, ზნეობრივ და ცოდნით ის საკუთარ ქვეყანას თავის თავსაც ხომ უმზადებს კაცობრიობის აი კეთილ წევრებს და ამით კაცობრიობის განვითარებას უწყობს ხელს და არასაოცრად ამბობს როცა როგორც ცალკეული ადამიანის აღზრდაა საჭირო იმისთვის რომ ერი აღიზარდოს, ასევე საჭიროა ერი აღიზარდოს იმისთვის რომ კაცობრიობა განვითარებული ოჯახი იყოს და ყველა ერმა თავისი თანხა შეიტანოსო კაცობრიობის სალაროში. ანუ კაცობრიობის განვითარების საფუძვლად ერების განვითარება დაასახელა. ეს არის მე ასე ვფიქრობ რომ ეს არის ფორმულა და მოდით ამას თუ გავყვებით რა არ გაგვიკეთებია მართლა აგვივსია და გაგვიმდიდრებია კაცობრიობა. დავიწყოთ საიდან 34,000 წლის წინ როცა ძაფი დაიწნა პირველი ძაფი საქართველოში ხომ ეს არქეოლოგიური ფორმით არის მაშინ მიგვიცია ბატონო ამხელა კაცობრიობისთვის ძაფი ხო და შემდეგ განვითარდა როცა 8000 წლის წინ აღმოჩენილ ქვევში და ყურძნის წინწებში ღვინო მიგვიცია აღმოგვიჩენია გვიწარმოებია მაშინ არ იყო ეს დანამატები და შაქრები ალბათ ძალიან ის იყო გემრიელი ღვინო მიგვიცია ხომ და კაცობრიობა გაგვიმდიდრებია მაშინ როდესაც ჩვენ ვეფხვის ტყავსანი გვიწერია ეს რაღაცა საოცარი კოსმიური რაღაცა აი კოსმოსიდან არ ვიცი ალბათ ძალიან კარგია რომ არ ვიცით სად არის შოთა რუსთაველი არ ვიცით მისი არაფერი ძალიან კარგია იმიტომ რომ ეს ისეთი რამეა არ უნდა იყოს მიწაზე დაწერილი, ზეციდან დაწერილი უნდა იყოს და ძალიან ის არის ლოგიკურია ეს რომ არ ვიცი და არც უნდა ვიცოდეთ ალბათ, იმიტომ რომ არსებობს რაღაც საიდუმლო, ხო იცი, ყველაზე დიდი ქრისტიანობაში არის საიდუმლო ნათლობა დაბადება ქორწი, საიდუმლოა, ესეც იდუმარ, ესეც ვერ მივწუდებით ალბათ, სადღაც რომ გადავაბიჯებთ იქით მერე მივწუდებით. აი, გაგვიმდიდრებია კაცობრიობა და ჩვენ ქართველებმა მართლა უნდა ვიამაყოთ არა მარტო ადამიანებმა დაწყებული იიდან დამთავრებული ადამიანით და ბატონო რომ ბზანა ის ერთი მდინარე სიყვარულის უნდა ჩამოატარონ ერთი საქართველოში და იქნებ ცოტა დავლიოთ ყველას ჩვენ მივიდეთ იმ მდინარესთან ჩამოიარო საკეთ გვეყოს რომ ნახეთ სიყვარული თავისუფლად არაერთ ქვეყანაში ვიყავი და შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს ის ადამიანები რომლებიც საქართველოში ერთხელ მაინც ყოფილან ვერ წარმოიდგენთ როგორ ახასიათებენ საქართველოს და ბოლოს აი ყველა ამბობს რომ იქ არის რაღაც მისტიური ძალა რომელსაც ვერ აღწერენ მოდი აი თქვენ გეკითხებით რა არის ეს ქვეყანა რა არის საქართველო ქალბატონო ქეთევან ინდოელი კაცი გავიცანი ოჯახი ინდოეთში აი რომ მინდა რომ ინდოეთზე მელაპარაკონ მომიყვნენ საქართველოზე მელაპარაკებოდნენ მოდი აი თქვენ გეკითხებით რა არის ეს ქვეყანა რა არის საქართველო ქალბატონო ქეთევან ყველა ეპოქაში ჩვენი სამშობლო საქართველო ყოველთვის იყო ჩანდა შუქურვარსკვლავივით ჩანდა გლობალურ ისტორიაში სოფლიო ასპარეზზე და მე დავიწყებ საიდან დავიწყებ ფარნავაზ და ქუჯიდან ფარნავაზი და ქუჯის პერიოდში მათ გაერთიანეს
საქართველო ეს მომენტი კი არ მინდა მე იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება ვის ებრძოდნენ ფარნავაზი და ქუჯი. ფარნავაზი და ქუჯი ებრძოდნენ აზოვს და ვინ იყო აზო? აზო იყო ალექსანდრე მაკედონიის იმპერიასთან დაკავშირებული პიროვნება და აზოს რომ ებრძოდნენ ეს იმას ნიშნავს რომ საქართველო უკვე მსოფლიო ასპარეზზე იყო გასული. ბანაზურა, რადგან თქვენ აგზანდებით და ეს ძალიან დიდი გამართლებაა, ნამდვილად ძალიან დიდი გამართლება არის პირადად ჩემთვის, რადგან მოვიტანე ლექსების წიგნი, ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომ თუ თქვენ ამას წაიკითხავთ. აბა პირველი საკითხით როგორ წავიკითხა უცნობ ლექსს. დიახ. სოფლიოს რომის იმპერია აზანზარებდა, არა რომელს ბარბაროსის სახელს არქმევდა. სწორედ იმავ დროს ფარსმან მეორეს პატივს რომ ზდებდა ნიშნად ამისა შუაგულ რომში ქართველი მეფის ცხენს ამხედრებულ დიდებულ კანდაკს აღამაღლებდა. ანტონიუსი კოლიზიუმშიც ქართველთა ზრბოლას ცოლშვილიანად თვალსადევნებდა. აღტაცებული ფარსმან მეორის პატივსაცემად კაპიტოლიუმს იუპიტერის ტაძარს აღებდა. ამ პატივით კი ქართველ ფარსმან ქველს სისხლით რომაელ კაცს ადარებდა და ეს ხდებოდა რომ საქართველოს ერთი ნაწილი რომის წესდებით განიგებოდა. ფარსმან ქველი კი ქართულ მიწაწყალს ვერ ელეოდა და პონტოს ზღვისკენ მიიწეოდა. მაგრამ იქამდე მეფის ბრძანებით კავკასიელებს ჩრდილოეთიდან იმპერიისკენ გზა ეხსნებოდათ. იბერიიდან გაგზავნილი ოქროს სამოსი სისხლში ამოთხრილ გლადიატორებს ქართველი მეფის დასამცირებლად ადრიანესგან რომ ეძლეოდათ. ანტონიუს კი დიდი პატივით რომის დავთარში ცნობად შეჰქონდა ფარსმან მეორე ცოლშვილიანად იმპერიას რომ სტუმრად სწვეოდა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ბატონო გია, თქვენი კვლევები უკავშირდება უძველეს ცივილიზაციებს და როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ჩვენი მემკვიდრეობა ერთ-ერთი პირველი ცივილიზაციის ნაწილი? დიახ, ეს კითხვა საკმაოდ საინტერესოა და მე ფიქრობ, რომ ერთ-ერთი თაგანი არის ძველ ცივილიზაციებთან შორის და თქვენ ადრე იკითხეთ რა მიცა საქართველოს, რა მიცა ჩვენმა წინაპრებმა. აი მე სწორედ ის მომაქვს, რაც დაწერილია. ჩვენმა წინაპრებმა ლითონის ხელოვნება, მესაქონლეობა, სახვნელი კულტურა, კერამიკა, აქ არის სახელმწიფოებრივი ცხოვრება, სარწმუნოება, ხელოვნება, მწერლობა, ყველაფერი. რომელიც ეს არის გამოკვლევა გიორგი ჩიტაიასი, ასევე მიხეილ წერეთელის, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობდა და ძალიან მაღალი დონის მეცნიერები, რომლებიც არიან. საქართველოს ძალიან ბევრი მიცა და ამისი ფაქტი აი ამ წიგნში მე შემიძლია ვაჩვენო თამამად, ეს მარტო სპეციალისტებმა იციან და საზოგადოებამ არ იცის. ეს არის პროფესორი აკაკი ურუშაძის წიგნი ძველი კოლხეთი არგონავტების წყვილებაში. აქ ბატონო გია წერია ძველ ბერძნულად და ქართული თარგმანი გვერდით. აქ წერია ის, რომ ქართული კულტურამ, ანუ უძველესმა კულტურამ, კოლხურმა კულტურამ შექმნა ევროპა. ეს არ იცის ჩვენმა საზოგადოებამ. ვიდრე სპეციალისტების გარდა. ამ საკითხებზე, რომ განიცდიდა ქართბატონი ნინო ჭუმბურიძე, რომელმაც უხელმძღვანელა, რომ შექმნილიყო ახალი წიგნი. ეს თბილისის მერის კახა კალაძის დაფინანსებით შეიქმნა 23 ავტორი ამაში. აქ მოცემულია სწორედ თანამედროვე მონაცემები, არქეოლოგიური ჩემი კვლევები თავისთავად. ამ წიგნშია არგონავტიკა, მედია, მითი და ისტორია. აი ამ წიგნში მე ფიქრობ, რომ ქართველმა კითხველმა უნდა გაიგოს ის, რაც უსაზღო დიდ რამე მიცა საქართველოს მთელ მსოფლიოს. რაც ჩამოვთვალეთ ამის გარდა. მედიცინა, ქალბატონი ნინო ჭუმბურიძე მედიცინის მეცნიერების დოქტორი გახლავდა, მას სწორედ მედიას საკითხები აინტერესებდა და ყველა ქართველ მეცნიერს, ვისაც გვაქვს ამაზე რამე დაწერილი მედიასთან დაკავშირებით, შეკრიბა და ამ წიგნში მოათავსა. ახლა მე დიდ მადლობას ვეუბნები თბილისის საკრებულოს, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენ რომ ეს წიგნი თბილისის საკრებულოში წარმოგედგინა. მადლობა ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც შექმნეს ეს. აქ არის სიმონ ყაუჩიშვილი,
პანტელეიმონ ბერაძე, მე უნდა ვთქვა ეს გვარები, გრიგოლ წერეთელი, აკაკი ურუშაძე, თინათი ყაუჩიშვილი, რისმან გორდეზიან, რომ ჩვენ გვაქვს წდომა ძველ ბერძნულ ტექსტებზე, სადაც უშუალო წერია ქართველებმა რა გააკეთეს მთელი სოფლის ისტორიისთვის. აი, ბერძნულ იმაში სამი მიმდინარეობა მითების, არგონავტების შესახებ. უმთავრესია თებეს მითები და არის კიდევ მითი მესამე, რომელიც სამსახურიანად დაყოფილი, მაგრამ არგონავტების მითში უმთავრესია აიეტი, კირკე, მედია, პასიფაე, რომლებზეც დგას დღეს ევროპული ცივილიზაცია. ლუვრის მუზეუმში თქვენ როცა შეგბრძანდებით, გარეთ ფასადზე, სწორედ ეს ხალხია გამოხანდაგებული, მაგალითად პასიფაე და კირკე. და ქართველმა ეს არ იცის. ვიტრაბხოთ კი არა, უფრო დიდი პასუხებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ისტორიას. დღეს რომელ რა ხანა? ხანა იყო ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა და დღეს არის რკინის ხანა, ხო? ეს ხანა დაიწყო ჩვენთან. ჭოროხი რო ჩამოედინება იმის ნაპირებზე, გაკეთდა პირველად რკინა ჩამოადნეს. ერთი წვეთი რკინა ღირდა დღეს ოქროს სადმივა იმ ფასად. პირველად დავჭედეთ ჩვენ ცხენი, რომლის სიჩქარე გახდა 7 კილომეტრიდან 30 კილომეტრის სიჩქარე. იმიტომ რომ ფლოქვები ძრებოდა, რკინა დავაჭედეთ, ხარს დავაჭედეთ, გუთანი გავაკეთეთ რკინის, ისარი გავაკეთეთ, რომელიც ყველაფერს ხვრეტდა. ნუ მეჭუბებით, მიხარია. დღეს ზესახელმწიფო რას ნიშნავს? აი რკინით ჩვენ გავხდით ზესახელმწიფო. ქართველები რასაკვირველია, აბარ ვინ იყვნენ? ხალიბოსი არსებობს ასეთი დემონი, ხალიბები. ხალიბოსი რკინის ხალხი ერქვა, პირდაპირ რკინის ეთნოსი ჩამოყალიბდა, ხალიბი არის რკინა. ბერძნულად, ხო? ხალიბოსი. რკინის ხალხი. რკინის ხალხი გვერქვა ჩვენ. იყო ცის რკინა და ამ ხალხის მიერ გაკეთებული რკინა. კიდე რა გავაკეთეთ? რკინა. ესე იგი თაფლი, ვინო დღეს რომ არის სახელმწიფო ერთ-ერთი ოკეანის გაღმა, რითია? სამხედრო ძლიერებით და სოფლის მეურნეობით. თურმე ესეც ვნახე, რომ პენტაგონი ყველაზე დიდი შენობაა და მეორე დიდი შენობა ამის შემდეგ არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. იქ დიდ ზესახელმწიფოში. ესეც სახელმწიფო ვიყავით ჩვენ. ჩვენი სწორედ ამას ერქვა. გეორგი დიახ, ჩვენ გახალდით. ვერავინ ვერ გჯობნიდა, ცხენით ვერავინ გაგვასწრებდა, ჩვენი მოქნეული რკინის ხმალს ვერაფერი დაუდგებოდა წინ და სხვები გუთანი რომ ქონდათ ხის და ჩვენ რკინის, ჩვენ ორჯერ და სამჯერ მოყავდა მოსავალი. როგორ არ ვიქნებოდი ძლიერნი და ვიყავი ძლიერნი, როგორც ბრძანე თაფლი იქნებოდა თუ პური, იმიტომ რომ ორჯერ მოსავალი მოყავდა კაცო. და დღეს ეს რკინის სადაც ადნობდნენ პირველად არის ჭარნალი. ქვია სოფელს ჩემთან, აი ტოპონიმზე ვლაპარაკობდი. ჭარ არის წერა წიგნი, ხო? ნალი მეგრულად დღეს არის კვალი, კვალის თუ დააჭრე. ცხენის ნალს, იმიტომ ქვია რომ ის კვალს ყველაზე უკეთ ამჩნევს. ჭარნალი, ესე იგი ქვია ცოდნის კვალი. არ უნდა დავიწყოთ ძიება, რატო ქვია ამ ტოპონიმი რატოა? ცოდნის კვალი, ესე იგი რაღაცა დიდი ცოდნა იყო. აღმოჩნდა რომ რაც ვიპოვეთ, დიდმა მეცნიერებმა იპოვეს ხახუთაიშვილი დავითი გახლდათ, იქ იპოვეს სადაც ქურა პატარა, სადაც რკინას ადნობდნენ. ესე იგი მაგნიტური ქვიშა მოქონდათ და ის მდინარეს რო გავყევი ესეთი დიდი ქვის ის არის და ამოჭრილი არის ეს ორმოები, სადაც ქვიშა რომ მოდის, ამაში გროვდება მაგნიტური ქვიშა. ამოქონდათ ჩემს წინაპარს, მიქონდათ ანთებდნენ ცეცხლს და ცეცხლი მარტო ეს ცოდნა უნდა ამას ქიმია და რამდენი რამ უნდა იცოდე რომ ამ ქვიშიდან როგორ გამოიღო რკინა. ტემპერატურა უნდა 1300 გრადუსი. როგორ უნდა მიიღო? აღმოჩნდა მერქანიც ვიპოვე, გია ჩემო კარგო. ასევე ჩვენ გვავიწყდება ოქროს პირველი მომპოვებელი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. გაგაჩვენა ღმერთ, რკინასო თავიდანვე. და ისე დინარე ჩამოაქვს ესედაც სვანეთშიც ახლაც არის ეს ხელობა. რკინა ჩამოქონდა, რკინა უფრო ძვირფასი იყო ვიდრე ოქრო. ერთი მნიშვნელოვანი რამ არის მარტო ჩვენ რომ უნდა ვიცოდეთ ეს ფაქტია და სხვათა შორის ესეთი გადაცემები ემსახურება იმას რომ გაუჩნდეს სურვილი ადამიანს ერთ სიტყვას გაიგებს, ჩაეჭიდება, იამაყებს და მერე იმას გააღრმავებს და უნდა გავაცნოთ სოფლიოს და სტეფან ცვაიგი წერდა ასე რომ მოკლედ რომ თქვა იცით ალბათ ეს მისი ცნობილი სიტყვებია, ეს არის უძველესი ცივილიზაციის ერი, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელი შეხვედრია და ჩვენ ევროპელებმა სამარცხვინოდ ცოტა ვიცით, ჩვენი სირცხვილია რომ ცოტა ვიცით,
მათზე ვიღაც ჭკვიანი კაცი იყო და ამას ხდებოდა. სამწუხაროდ საუბედუროთ ჩვენ ამ ჩვენი ცოდნის გარეთ გატანა და პოპულარიზაციის ნაცვლად ერთმანეთის ლანძღვა გაგვაქვს გარეთ და ამაში ძალიან მაგრები ვართ და საქართველოს დავდებთ, სადაც დავიჭერთ, იქ ვამარცხებთ ხოლმე და ძალიან გვიხარია მე ეს ამბავი და მე მგონია რომ ამის ნაცვლად რომ ეს გავაკეთოთ, როგორც ცვაიქს ცხენოდა ევროპის ნაცვლად, რომ არც ცხენოდეს ევროპას და გაიგოს რომ დაუშვათ ჩვენ დამფუძნებლები ვართ იმ ევროპული ცივილიზაციის, რომელიც მოინიშნა თუნდაც ქრისტიანობით, თუნდაც მასე წინ და ეს გაიგოს ყველამ ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს შიგნი და გარეთაც. ბატონო, კი ამ წინადადებას გავაგრძელებდი, ერთგარ მილო იყო ასეთი ევროპელი მოღვაწე და ასეთ წინადადება თქვა, ბევრმა ქართულმა შეიძლება ეს არ იცის. ვერ განთავისუფლდება სოფლიო, თუ არ განთავისუფლდა საქართველო. აი მაგათად ლაიბნიცი იყო დიდი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასე შემდეგ. მისი ხელნაწერები ჩამოვიტანეთ თბილისში, ორიგინალების ასლები, საოცარ რამებს წერს ქართულ ენაზე 1696 წელს აქვს გამოქვეყნებული. რომ ქართულ ენაზე მე სპეციალურად ვისწავლე ეს ენა, ну სრულად არ იცის ენა, მაგრამ ვსწავლობ რომ ეს განსაკუთრებული ღვთის ენა არის. ასე ამბობს თვითონ და ადარებს რომ ეს ინდოევროპული ენებს არ გავს, ეს ცალკე რაღაც მდგომი ენა არის და ევროპაში ეს ენები უნდა ისწავლებოდეს. განსაკუთრებით ეს კავკასიის ენებზე საუბარი თუ სოფლიო წინ წავიდესო, აუცილებელია ეს ენები იცოდესო. აი ჩვენ გვაქვს სიტყვები, რადგანაც თქვენ ბრძანეთ, რამდენიმე სიტყვა და ქართველმა არ იცის, ჰომეროსის ილიადა და ოდისეაში რამდენიმე სიტყვა არის ქართული წარმოშობის და ქართულმა საზოგადოებამ ეს არ იცის. მაგალითად, ტყავი, ოქროს საწმისი, ბერძნულად შეეძლო ქრისტოს დერმასოს ერქვა იმას, რა ქვია, ჰომეროს, მაგრამ მან თქვა კოას, ანუ ტყოვო. ანუ ტყავიდანაა ნაწარმოები, რომელიც ეს დამტკიცებულია, ვიცით, წერილობით ძეგლებიდან ზუსტად რომ ასე იკითხება და ასე ეწერ. ყველაფერი გადამოწმებულია ქართველი მეცნიერების მიერ. მე ყველაფერი შევამოწმე, აბსოლუტურად მთელი ქართული სამეცნიერო წრეების ნაშრომები ვატიკანში სათითაოდ ამოვიღე ეს მასალები და ყველაფერი გადამოწმებულია. ახლა აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდი მისია გვაქვს. ედგარ მილომ როგორც თქვა, ოღონდ უნდა წარვადგინოთ სწორი ფორმით, სწორად ვესაუბროთ ევროპელებს, იმიტომ რომ მათ წიგნებში წერია ეს. მე შემიძლია ბევრი ავტორი დავასახელო 20-მდე ძველი ევროპელი მეცნიერების ნაშრომები, სადაც ეს ყველაფერი კარგად წერია და ქართველებს ექნება ეს დრო, რომ ეს სიტყვა კარგად თქვან. ბატონგია, სანამ ევროპელები ამას გაიგებენ, ქართველებმა უნდა გაიგონ. მართლა გულწრფელად გეუბნებით. აი პირველად მე მახსოვს ამ სტუდიაში რომ მოვიდა ბატონი პეტრე ქოჩაკიძე, იმდენად უცხო იყო ეს თემა, აი მართლა გულწრფელად და ალალად. მე კი არ ვიცოდი, გუმანით ვგრძნობდი ეს კაცი რატომ და როგორ ღელავდა. სანამ საქართველო გვერქმევა ჩვენ ოფიციალურ სახელად, მანამდე ვერ გავაკლებთ გზას ჩემის ემოციის ნათქვამი. ის ძველი სახელი გერგია, რაც გვერქვა და ლოცვილო, რაც ვარ გემიწა, აგერ და მემოწმება და სხვაგან ვერ ვიტყვი, რგ არის რგვა, მსგავსნი ღვთისა, მიწაზე ცხოვრებნი ღვთის მსგავსი ხალხის სახელი გვია ჩვენ. ამიტომ ვართ, ვიყავით და ვიქნებით. სახელებს თელს ევროპაში კი დღეს რომ თვარის დღეს ეძახიან მონდეიო. ეს არის კოლხეთიდან წაღებული. თუ თაშხაქვია იმ დღეს. თვარის დღეს ორშაბათს ვეძახით. კვირაში 5 შაბათი გვაქვს. შაბათი არაფრის კეთების დღეა. შეიძლება 5 არაფრის კეთების დღე გქონდეს? როცა ვიტყოდით რომ მოდი გია მე და შენ თვარის დღეს შევხვდეთ. თვარეც მზადაა, მთელი სამყარო მზადაა, იმ დღეს შევხვდეთ და ის საქმე გავაკეთოთ. არა, მოდი ორშაბათი, სამშაბათი თუ 4 შაბათს იყოს. კაი 5 შაბათს იყოს და ასე. ქარხონისა, ჯუმაღისა, ესე უთხრათ კარგად. გასაკვირველია. ობიშხა ქვია, ღვთაებ ობი არის ღვთაების დღე, დღეობას რო ამბობ. რას ნიშნავს? არ ვიცით, ეს არის ღვთის დღე. ჯუმა მესაქონლობის დღე. ეს ამოვყარეთ ყველაფერი და შაბათი ვიძახით. თვეების ჩამონათვალი არ ვიცით. მზეს კვირა არის ბერძნულად. ის ჰომეროში ქართული სიტყვა გადაიტანა და ჩვენ დღის ჩამონათვალში ბერძნული სიტყვა შემოვიტანეთ. გესმით?
კვირა არის მზის დღე და ლოცვი. გამოსავალი რა. აი, უმაბრაზად. გაბრაზდი. მე მინდა რომ თქვენ გაბრაზდეთ. გეტყვით, გამოსავალი არის აი ის, რასაც ქართველი მეცნიერები აკეთებდნენ ივან ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი და ჯანაშია. ეს წიგნი ინახებოდა თქვენ გადაცემაში. გადაცემაში ჰქონდათ. ეს ისწავლებოდა. დიახ. რამდენჯერმე გამოიცა ეს 53-ში, 46-ში, 48-ში და კიდევ და შემდეგში აიგრძალა. იმ წიგნში არის რიგი მასალა შეტანილი და ვთხოვ ახლა ქართველ ისტორიკოსებს ძალიან თხოვნით მიმართავ რომ ეს წიგნი მთლიანად ვერ დაბრუნდება, მაგრამ იფიქრონ იმაზე რომ რაც შეიძლება ზომიერის ფარგლებში ახალი საქართველოს ისტორია დავწეროთ. მე არ მივიღებ ამაში მონაწილეობას, თავად ისტორიკოსებმა გააკეთონ ის რაც არის ობიექტური. დიდგორის ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთი ისტორიკოსი წერს ჰეგემონობის აღიარებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა საქართველოს ჰეგემონობის აღიარებას. იცით რა, ესეც მე მგონი ძალიან მორიდებულად არის ნათქვამი. ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ჰეგემონი იყო დიდგორის ომში გამარჯვებული საქართველოს უკვე იყო ჰეგემონი, რადგან საქართველოს ებრძოდა თურქ-სელჩუკებს, მსოფლიო მტრები დაამარცხა და ბუნებრივია ჩვენ არ შეგვიშინდეს პირდაპირ თქმა, რომ კი არ ის რომ წინ არაფერი არ დაუდგებოდა, არა, საქართველოს იყო ჰეგემონი. კიდევ ერთ მაშინ რადგან ასე მითხარით, თამარ მეფეზე ავიღოთ. ისეთ რა, დღევანდელ პარლამენტს ვინ ჩაუყარა საფუძველი? მე ხარ ვიცი სკოლის წიგნებში როგორ წერია, ალბათ ინგლისში რაღაც გარკვეულმაცვლებებმა, არა, ინგლისამდე თამარ მეფის დარბაზი ეს იყო პარლამენტის საფუძველზე საფუძველი. ასე რომ საქართველოში თამარ მეფის დარბაზი დაედო პარლამენტს ჩაეყარა საფუძველი და არა ინგლისი. ნუ ინგლისმა თავისი როლი შეასრულა, მაგრამ ეს ასე იყო. და ერთიც კიდევ თუ შეიძლება, აი არ უნდა დავიწყოთ უზარმაზარი პატივი საქართველოს მიმართ ეგვიპტიდან. გიორგი ბრწყინვალის დროს ეგვიპტეში მხოლოდ ქართულ მხედრებს შეეძლოთ მხედრულად დამჯდარები გამსხდარნი შესულიყვნენ ეგვიპტეში და დროშები გაშლილი დროშებით. მხოლოდ და კიდევ რაღაც საფასურს არ ეხდიან. ეს არ არის საქართველოს მაღალი სტატუსი იმ პერიოდის მსოფლიოში. არის ქალბატონო. ამიტომ ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი და ჩვენ უნდა შევიცნოთ ჩვენი თავი. ესე იგი, რა მინდა გითხრათ? დამირეკა ერთმა ძალიან საინტერესო კაცმა თელავიდან, რუის პირიდან ვარო მითხრა ბატონი ზურა ძამუკაშვილი. მითხრა რომ მეო ძალიან მიყვარს საქართველო. სულ საქართველოზე მეფიქრებაო და ბევრი კვლევა მაქვს. მომიყვანე ერთხელ დამსვიო და მალაპარაკეო. მე ვთხარი, რა სპეციალობის ხართ მეთქი? არაფერიო მითხრა. ფოტოგრაფი ვარო. ჩემი ქვეყანა მიყვარს და ამაზე მეტი სპეციალობა რა არის? მალაპარაკე. ვიცნობ ამ ზურას მახსოვს. იცნობ? მირეკავდა ხოლმე. მართლა? საინტერესო კაცია. აუცილებლად უნდა ჩავაკითხო, ბატონო ზურა, გაიხარეთ აი ამ პროფესიისთვის, რომ თქვენ ასე გიყვართ საქართველო და მე აუცილებლად მე მოყვები. დიახ? მოყვებით მე. წამომყვები? აუცილებლად. კი, არი ფიქრობთ ბატონებო, რომ ეს ბუტაფორია, არის უგემრიელესი ლიქიორი. მედეა სითხეა მე მგონი. ბებია ჩემის ლიქიორია. ბებია ჩემის რეცეპტით დამზადებული ლიქიორია და ცოტა გასინჯეთ. პირი ჩავიტკბარუნოთ? აბა, დიდება უფალს საქართველოს გამარჯვება. სიტყვის სადიდებელი იყოს. პირველად იყოს ეს. დიდება უფალს და გაუმარჯოს საქართველოს, ქართველებს გაუმარჯოს, მან თავისი როლი გაიაზროს კარგად და ის შემოქმედებითი ნიჭი რაც აქვს, მთლიანად გამოამზეუროს ღვთის ძალით. მე იმედი მაქვს რომ ეს მოხდება. თქვენ დიდი მადლობა მოწვევისთვის და ყოველ თქვენთაგანს. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ეროვნული ნაციონალური თვითშეგნება გაიზარდოს და ჩვენმა შვილებმა, ჩვენც ვიაროთ ქვეყანაში გამართულებმა მხრები, აი ქვეყანაში მთელ მსოფლიოში მხრებში გამართულებმა ჩვენ ეს გვაქვს, აი ამით მოვდიოთ, ეს მოგვაქვს მხრებით და არ ვართ მე როგორც არის ახლა განსხვავებული დამოკიდებულება. ამ პარტავნება ამაში რა თქმა უნდა არ შედის, თუმცა ძალიან საშუალო საქმე იქნებოდა, რომ სახელმწიფო ამოცანა და პოლიტიკა განისაზღვროს იმის მიხედვით, რომ ჩვენი ნამდვილი ისტორიით, ძველი ისტორიით, შუა საუკუნეების ისტორიით, ახალი ისტორიით განისაზღვროს პოლიტიკა
ისტორიის ცოდნის და განათლების, რომ იცოდნენ ბავშვებმა მომავალმა დღესაც ჩვენც უამრავი რამე არ ვიცით. უამრავი რამ მოვისმინეთ დღეს თქვენგანაც, ისე როგორც ტელემაყურებელმა და ამ ამოცანით ამან გააძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ის კი არა რომ მარტო კომფორტია ჩვენ გავართ ახლა ეგ სალონურ ბაასებში და უშუალოდ ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ მეტი ვიცი. არა, ამან უნდა შეასრულოს სახელმწიფო ამოცანა, ამან უნდა გაზარდოს ჩვენი საზოგადოება, იდგეს მყარად ფეხზე და შემდეგ როცა იქნება თვითშეგნება მაღალი ის ძალიან კარგად მოახერხებთ თავის დაცვას და თავისი ადგილის პოვნას. მოკლედ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მობრძანდით. მე იმედი მაქვს რომ ეს გადაცემები არ შეწყდება. ძალიან მიხარხართ და მიხარია რომ კარგ საქმეს ვიწყებთ. მოკლედ დამთავრდა გადაცემა დაგემშვიდობებით. მიყურეთ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად. გიტოვებთ უკვდავ ქართულ ხალხურ სიმღერას. ხასანბეგურა. მიყვარხართ. Senta